შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უპატრონცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მაშასე მორიგი გამოძიების დროც დადგა. გიორგი და ლუკა თქვენთან ერთად ვართ და იმედია რომ დღესაც ისეთივე წარმატებული გამოვა ჩვენი მიგნებები, როგორც ეს იყო წინა გადაცემის დროს. იმედია ისარგებლეთ ამ. გამარჯობა ლუკა, მივესალმებ მაყურებელს, მე მგონი ცუდად არ მივდივართ ჯერჯერობით. არა, ნამდვილად საკმაოდ კარგი პროცენტი გვაქვს, ასე ვთქვათ, გამწვანების და ეგრე უნდა გავაგრძელოთ, უკეთესადაც შეიძლება, რა თქმა უნდა, და ჩვენ უკეთესის მოლოდინში ვიქნებით და გვინდა რომ ეგეთი გადაცემა რაც შეიძლება მალე თუნდაც დღესვე გქონდეს. დღესვე ვერ ვექნება რომ თამაშები დასრულდება. მაგრამ ამ გადაცემაში თუნდაც 6-დან 6, ანუ 100%-იანი შედეგიც დავდოთ, რატომაც არა, ახლოს ვარ ყოველთვის ამასთან. ხო, წინა გადაცემაში მე არგენტინაში ბარათები მეწერა ვარ თამაში და ნახალობთ მაყურებელმა, ერთში პერესი, მეორეში რამირესი, ორივეში კარგად წამოვიდა, ერთში 7 იყო, მეორეში 12 თუ 13. ო, მეც ვისარგებლე რაღაც დაგიმალოთ. კი, და მესამე მეწერა კოპენჰაგენური დერბი, ბრონბიუ კოპენჰაგენი, სადაც თან უყურე რაღაც ბოლო ნაწილს თამაშის და ნუ საჭმელ უბრალოდ არაფერი არ მოიღო. ბოლოს 4 მაინც იყო. და ორი დღით ადრე რო გენახა 4-ს ჰქონდა ნორმალური კოეფიციენტი, მაგრამ მე უკვე თამაშის დღეს დააკლდა და 3.5-ზე მეც ვერ დაწერდი, 4.5-ზე მეტი მაინც უნდა დაგეწერა და 4 წამოვიდა, მოკლედ, საერთოდ დავაბრალებ, რომ მეტი არ იყო, უფრო ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო. დღეს დაახლოებით ანალოგიური სტილის რაღაც მიგნებებს შემოგთავაზებთ. დავიწყოთ. მოდი მივიღებ როსენბორგი ბოდო გლიმტის მეტ ბარაც. ბოდო მითამაშა გუშინ. ძალიან მძიმე თამაში იყო სლავიას. კარგი თამაში იყო. კაი თამაში. კარში დაარტყეს 22-ჯერ, 21. და მე ბოდოს მატჩები მიმყავდა კვალიფიკაციის პლეი-ოფების და მართლა მაგარ შტაბში გავასწორებ. ჯერსეთის შარშან ევროპის ლიგაზე ნახევარფინალამდე გავიდა გუნდი და მართლა მაშინ ვამბობდით, რომ ძალიან მაგარია თქო და აი ხა ფაქტია უკვე რომ ბოდო გლიმტი აი ამ წირე რესურსით ახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე ასე ღირსეულად გამოსვლას, ხო? ხო და რას ვამბობდი რომ ითამაშა რამდენიმე 2 დღის წინ რაღაც გადაღლა ექნება. როსენბორგი არის ყოფილი დიდება ნორვეგიის, ეს არის ახალი და ეს ორი გუნდი ხვდება ერთმანეთს. პრინციპის ამბავია როსენბორგისთვის, რომ სადღაც ბოდო გლიმტს რაღაც გაუხერხოს. სახლში თამაშობს თან და მგონია რომ ბარათები ამ მატჩში იქნება. შედეგზე თავს ვერ დავდებ, ფავორიტად ბოდო ითვლება ბუნებრივია, მაგრამ მგონია რომ აი მატჩში. ხო, თან ის შემთხვევა, რაც აი წინაზე ბრონბიუ კოპენჰაგენზე ვილაპარაკეთ, რომ აქ არ არის საჭირო დაწერო 7.5-ზე. არა, 3.5-ზეც იქნება. 3.5-ზე 4.5-ზე კარგი კოეფიციენტი იქნება. ასე რომ ღირს ხო, ეგ თამაში მეც შეგომჩნია გუშინ წირო ვნახულობდი. მეც მომეწონა ეგ თამაში. მოკლედ პირველი მიგნება ნორვეგიის ჩემპიონატიდან როსენბორგი ბოდო გლიმტი. მაშინ მე პოლონეთზე გადავალ, რახან ვახსენე პოლონეთი და ბარათებს წერ, ბარათები კარგად მოდის ხოლმე, რასაც წერთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბარათებს არ შევეხები. არის ეგეთი თამაში, ტერმალიცა პოზნანის ლეხი. ლეხი არის მოქმედი ჩემპიონი პოლონეთის და ამ მომენტისთვისაც მე თუ მკითხავ საუკეთესო გუნდი პოლონეთში, შემადგენლობით და ასე შემდეგ. ეს სეზონი დაიწყო ცოტა მძიმედ, იმიტომ რომ ლეხს უწევდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი, მე რეკიდე რომ გამოვარდა კიდე სხვა საკვალიფიკაციო ეტაპი. მოგიხსენებათ ხე ესეთი გუნდებისთვის, ეგეთი ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდებისთვის, როცა ზაფხულში და შემოდგომაზე გადიან ხოლმე შესარჩევებში, მაგაც ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ რომელიმე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ რა. ამიტომ სეზონი ამ პერიოდში წამოეწევათ ხოლმე შიდა ჩემპიონატი და ცოტა მძიმედ იწყებენ, იმიტომ რომ ფორმაში იმდენად არ არიან, თან ყურადღება იქით არის იმ ტურნირებზე გადატანილი და ლეხმაც ეგრე დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია რომ ყველაზე კარგი გუნდია პოლონეთში. უკვე საკმაოდ ბევრი ქულა დაკარგა, მაგრამ ეხლა დრო არის, რომ უკვე ბოლომდე 100% მიაქციოს ყურადღება პოლონეთის ჩემპიონატს და მაგიტომ ქულების მოგროვება უნდა დაიწყოს, რომ აი ლიდერებს ბევრით არ ჩამორჩეს, ხო და ესეთი თამაშები უნდა მოიგოს. ტერმალიცა არაფრით გამორჩეული გუნდი არის, ყოველ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ამ გუნდში. ყოფილა გამორჩეული. დიეგო დეისაძე, თან დიეგო თამაშობს.
დიეგო დეისაც შესახებ ბევრი არაფერი მქონდა გაგონილი, სანამ ახალგაზრდულში არ გამოიძახეს, ახლა რამასვანაძემ გამოიძახა, რამდენიც მახსოვს. იმედია დიეგოს სათამაშო დრო უფრო ხშირად ექნება ხოლმე ძირითადად სკამზეზის. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ლექსორიანი უნდა დავწერო ეს კოეფიციენტი რაც თან აკლდება, იმიტომ რომ მეგუშინ წინ შევამჩნია ეს თამაში და ქონდა 2 და 2. მე რეგუშინ ნახე 2 აქვს და ეხლა აქვს 1 და 9. ასე რომ ლეხის კოეფიციენტი ქვემოთ მოდის და თუმცა ძალიან მჯერა რომ ამ ტერმალიცას დამარცხებას მოახერხებენ, იმიტომ რომ ეგეთ თამაშებს ლეხი წინა სეზონში ფორებით იგებდა ხოლმე და კოეფიციენტი 1.3 და 1.4 ეწერა, მაგრამ ახლა ეს სეზონი მძიმედ დაიწყო, ამიტომ ჯერჯერობით დიდი კოეფიციენტები აქვს ესეთ თამაში, ასე რომ ჩემი პირველი პროგნოზი და მიგნება მეგობრებო არის პოლონეთის ჩემპიონატი, შაბათს არის ეს თამაში, ჩვენი გადაცემა პარასკევს დაიდება, ასე რომ წყნარად მოვასწრებთ ყველაფრის თუ მოგეწონებათ ყველაფრის გადაწერას. Termalița Lexi Oriani am momentistvis 1 და 9 კოეფიციენტი. რთული არ დაეთანხმო გიორგის დასაკაჭე აქვს ლეხს და ლეგიასაც, რომელიც ასე ვისაუბრეთ შუაშია წრილის. ადრე თუ გვიან ეს გუნდები პირველ პოზიციებზე იქნებიან. მაშინ მოდიხეთ ცოტა მრავალფეროვნება შევღმატოთ ჩვენ გადაცემას და მე ავიღებ აზერბაიჯანის გრან პრის ფორმულა 1-ს. თუ უღურებთ ფორმულა 1 და ზოგადად ავტოსპორტს, დამეთანხმებით იმაში, რომ აზერბაიჯანის გრან პრი და ზოგადად ბაქოში გასამართი ეტაპი არის ტექნიკურად ძალიან რთული. ბევრი მოსახვევი ჯერსით ქუჩის რბოლა არის და პლუს ამას გიორგი არის სწრაფი მონაკვეთი ერთი ძალიან დიდი, მაგრამ გადასწრება არის უაღრესად რთული. უმნიშვნელოვანესია კვალიფიკაციის კარგად გავლა. კვალიფიკაციებს კარგად ბევრი პილოტი გადის, ხა მე ლიდერებს არ შევეხები, რა თქმა უნდა. ავიღებ აი ესეთ პოზიციას, რომ ფერნანდო ალონსო, რომელიც მსოფლიო ლეგენდაა, ლეგენდა არის, ასე თუ ისე წლევანდელ სეზონში მიაგნო თავის ფორმას, არაპირებს არცად წასვლას ჯერ, არის კვალიფიკაციებში საკმაოდ კარგი და ითვლი, რომ ფერნანდო ალონსო ამ რბოლაში ათეულში შევა. მგონია იმის გამო რომ კვალიფიკაციას კარგად გადის და მე ძალიან ტექნიკური პილოტია თვითონ ხო აი რთულ მოსახვევებს სწრაფ მონაკვეთს კარგად გადის ალონსოს ექნება შანსი ათეულში მოხვედრის ეს არ არის ახლა რაღაც სუპერ რთული ამბავი რა თქმა უნდა ფორმულა 1-ში ათეულში მოხვედრა ისეთი პილოტისთვის და ისეთი ბოლიდისთვის რომელთაც ასპარეზობს ალონსო ადვილი არ არის მაგრამ არც გამორიცხული კოეფიციენტით შესაბამისია უკვე 2 აქვს კოეფიციენტი იმას რომ ალონსო ათეულში მოხვდება აი ეს იქნება ჩემი მე ახსნა მომეწონა როგორც ახსენი თუ კვალიფიკაცია კარგად გაიარეს ახერხებს ხოლმე და ბაქოს ტრასაზე თუ გადასწრება უფრო რთულია ვიდრე სხვაგან, მაშინ ძალიან ლოგიკურია რომ თავისი პოზიცია თუ კარგი პოლო პოზიცია დაიჭირა, მე ბევრმა არ გადაასრულს და ათეულში დაასრულოს. მე დავრჩები ფეხბურთში, ოღონდ პოლონეთიდან წავალ ბალკანეთში, სერბეთში. პარტიზანის როინა ზვეზდა. მე მემგონი გადაცემა არ გავახოლმე ერთი დერბი მაინც არ ჩავწერო და გასაგებია რომ აქ ბარათებს დავწერე. პარტიზანის როინა ზვეზდაზე მე მგონი არ არის აუცილებელი ფეხბურთის ან სპორტის გულშემატკივარი იყოს ადამიანი, რომ იცოდეს ეს რას ნიშნავს. რა სახეობა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს. არა, ხო, მე კალათბურთის პარტიზანის ფრენაზოს და ბევრად მომწონს, იმიტომ რომ იქ უფრო მაღალი დონის გუნდები ხავთ ვიდრე ფეხბურთში და სასწაული თამაშებია ხოლმე. და ყველას სპორტი თუ გინდა შეგიყვარდეს, უნდა მოხვდე ერთხელ ბელგრადში კალათბურთის ფრენაზოს და პარტიზანზე, ან პარტიზანის ერთდროულად თამაშობენ, მნიშვნელობა არ აქვს, ხო, იმ სასწაული ატმოსფერო არის ძალიან კაი გამოცდილება იქნება ყველასთვის. მეც ვეცდები რომ ოდესმე მოვხვდე. ხო, და რაც შეეხება საფეხბურთო პარტიზანის ფრენაზოსდას, ყოველთვის ხოცავენ ერთმანეთს, ყოველთვის არის ბევრი ბარათი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, აქ ემატება ის ამბავი, რომ ფრენაზოსდა ბოლო წლებში ბევრად უკეთესი გუნდია და სულ ჩემპიონი ხდება, მაგრამ როგორც ჩანს პარტიზანმაც საქმე სერიოზულად მოკიდა ხელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი სირცხვილი არის ერთისთვის, რომ მეორე სულ უგებდეს და მეორე სულ ჩემპიონი ხდებოდეს და ეს ერთ-ერთი ვერაფერს ვერ აკეთებდეს. ასე რომ პარტიზანის ნელ-ნელა წესი დადგება ფეხზე და ამ მომენტისთვის ლიდერები არიან პარტიზანი ერთი გოლით უსწრებს კიდევაც. ორიონ ძალიან კარგად დაიწყო, ასე რომ საჩემპიონო ბრძოლაც არის მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩემპიონატის ბოლომდე ბევრია დარჩენილი, ამიტომ აქ მეტი ახსნა არ ვიცი რა არის საჭირო პარტიზანის ფრენაზოს და ბევრი ბარათი არ უნდა იყოს. ხო, ჯერ არ ვიცი დაახლოებით რამდენზე მეც მისცემენ კოეფიციენტს, მაგრამ ევჭვი მაქვს რომ შეიძლება როცა გამოიტანენ 5 ნახევარზე მეცაც ჰქონდეს 1 და 8 მაინც, იმიტომ რომ ხო, მაინც სერბეთი სამხრეთ ამერიკა ეს არ არის და ამიტომ მგონია რომ აქ 6 ბარათსაც კოეფიციენტი ექნება. ასე რომ პარტიზანის ფრენაზოს და გავითვალისწინოთ. ეს არის გინდა ეგ ისეთ თამაში არის რომ უნდა აიღო. ისევე როგორც მაგალითად
ამ უქმეებზე არის PSV Ajax-ი. PSV Ajax-ი, რა ვიცი, გეზობივიკია, მსაჯი ეს უკვე ვიცით. და ამდენი ჯახი და ომი უნდა იყოს, არ შეიძლება რომ ამ ბარათები არ ამოვიდეს, თან მეორე მესამე ადგილზე არიან, ორივე წააგო ლიგის მატჩი უშანსოდ სახლში. გაბრაზებულები დახოცონ ერთმანეთი. მაგრამ ახლა რამდენად ჩავწეროთ PSV Ajax? ნუ შევახო თქვი უკვე სხვა რამე ჩაწერე. საქმე იმაშია რომ მე მინდა ერთი ამბავი შემოგთავაზოთ, არ ვიცი რამდენად იქნება ეს კოეფიციენტი უკვე შემდეგ კვირას, იმიტომ რომ 25-დან იწყება რეალურად 26-დან აი ღამე იწყება Ryder Cup-ი გოლფში. ამერიკა ევროპა. აქ არის აი ძალიან მაგარი თემა არის რომ ამერიკელები ბოლო პერიოდში იგივე მარტო სახლში ამ თასს რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება და ევროპელებს მოგებული აქვთ შტატებში. აი თვითონ ამერიკელებს ევროპაში ძალიან უჭირთ, მაგრამ ამ სეზონში არის მაგარი ამბავი შეერთებულ შტატებს 10-7 მოთამაშე ყავთ თავის ნაკრებში. მათ შორის პირველი ნომერი. რეიტინგის. ევროპას არ ყავს ასეთი ძლიერი გუნდი და მგონია რომ შტატები აუცილებლად დაიტოვებს, თან ნიუ-იორკში ტარდება, აუცილებლად დაიტოვებს ამ ტურნირს სახლში, მოიგებს და ამ თასს დაიტოვებს სახლში. ოღონდ ეს არის 25 ღამიდან 29-მდე ტარდება. ისევ ბარათები, ისევ ბალკანეთი, ამჯერად ხორვატია, სპლიტის ჰაიდუკი, ზაგრების დინამო. როგორც იქ სერბეთში პარტიზანს ფრენოზეს და აქაც ჰაიდუქს და დინამოს ვერავინ შეეცილება ჩემპიონობაში, ან ერთი გახდება, ან მეორე. ამიტომ სეზონში სულ 2 თამაში უწევთ ერთმანეთთან, ეს პირველია და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისეთი გუნდები არიან, რომ შეიძლება სხვებს იმდენად სტაბილურად მოუგონ, რომ ერთმანეთში თამაშებმაც კი გაარკვიოს რაღაცები. გარდა მაგისა, შეგიძლიათ გადახედოთ სპლიტის და ზაგრების წინა თამაშებს და ყოველთვის არის ხოლმე საკმაოდ ბევრი ბარათი. და აქაც მანსაჯი იცი თუ მანდაც არის არ ვიცი მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იქ რო ვიცოდე ხე იმაში რა ქვია ბრონბიუში მაგითო წამოვიდა ბევრი ხო ეგეც ნორმალური მსაჯი იყო და რო უყურებელოს ნუ აი სიგიჟეებს აკეთებდა ასე რომ თამაშმა უნდა მისცეს მაინც შესაძლებლობა საბოლოოდ და მე მგონია რომ ამ ორივე შემთხვევაში ხორვატიაში და სერბეთშიც ისეთი თამაშები იქნება რომ ყველა შემთხვევაში მსაჯს ვინც არ უნდა იყოს ექნება აუცილებლად ამოიღებს, ამოაღებინებენ ასე ვთქვათ. ასე რომ აქაც მე მგონია რომ ერთ 5 ნახევარზე მეცაც შეიძლება 4 ნახევარსაც კი კარგი კოეფიციენტი უნდა კონდეს. კიდევ ერთ ამას ესე ვთქვათ არ დავწერე, ერთი თამაში მქონდა მონიშნული, უბრალოდ ცოტა ხანი კიდე დავაკვირდები გვატემალის ჩემპიონატს. გითხარი სადაც გვატემალის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი ამბავი არის ის რომ აქ სულ მასპინძლები იგებენ სულ რა თქმა უნდა უტრირებული ნათქვამია მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ნიგერიაში რო არის თქვა ნიგერიაში არც იგიჟე ხდება ხა იქ სტუმარი წინა სეზონი ნახე ჩემპიონი გახდა გუნდი რომელსაც ერთი თამაში მოიგო გასვლაზე ანუ ერთ თამაშს ნიგერიაში გასვლაზე თუ იგებ მე ჩემპიონი ხდება იმიტომ რომ სახლში ყველას უგებს გვატემალაში ფალად ეგრე არ არის მაგრამ დაახლოებით ეგრე არის ასე რომ აი აქ ხელაჯუ კომუნიკაციონესი ეგეთი თამაშია კომუნიკაციონესი მიუხედავად იმისა რომ გვატემალური ფეხბურთის გრანდია მგონია რომ ხელაჯუსთან წააგებს იმიტომ რომ გასვლაზე თამაშობს და ხელაჯუ ამ სეზონში უკეთ გამოიყურება ვიდრე კომუნიკაციონესი ნუ კოეფიციენტით საკმაოდ უნდა ექნება კი და ესეც შეგიძლიათ მოინიშნოთ ხელაჯუ კომუნიკაციონესის ერთიანი და მაგარი მიგნება თუ გამოვიცანი მე გვატემალის ჩემპიონატს და ეგეთ ჩემპიონატებს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ იმიტომ რომ იქ საინტერესო რაღაცების პოვნა როგორც წესი შეიძლება ხოლმე რა ბარემ გეტყვით რომ აი PSV და Ajax-ი რო ახსენე დამთავრდება თუ არა იწყება ალკმარი ფეინორდი მანდაც და მაკელია მანდ მანდაც იგივე ხო და რა ვიცი მე რაღაც ვარიანტში ერთმანეთს მივაბამდი ამ ორ პოზიციას და იქნება მოკლედ აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი მიგნება იმედია რომ გამწვანებულები შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ კვირას წარმატებებს გისურვებთ თქვენიც დროებით კარგი